მეგობრებო, მოდი გამოვიჯეროთ საკითხად და მინდა რაც შემიძლია ისე დავეხმარო გურამის დედას, ქალბატონ სოფიას, ასევე თავად გურამსაც და ჩემი თხოვნა იქნება, რომ დავუკვირდეთ ამ საკითხს, კარგად ჩაეძიოთ და სრულიად საქართველოს ჩაებას ამ საკითხში. ეს არის ბიოლოგაცია. ბიოლოგაცია არის ფენომენი, რომელსაც იკვლევენ წყლის მოსაძიებლად, თუ სად არის წყლის კერები სახლში, გარეთ თუ ასე შემდეგ, ასევე ენერგეტიკული ველისთვის იყენებენ ამ ბიოლოგაციებს და ასევე იყენებენ იმისათვის, რომ გამოიკვლიონ, ყველას არ შეუძლია ეს, შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც წვდომა აქვს იმიერ სამყაროსთან და ზეციურ ძალებთან, ასევე გარკვეული არის თავის შინაგან მეში და აქვს შინაგან მესთან წვდომა სულიერებასთან და მოდი ახლა ვკითხოთ ბიოლოგაციას. რა თქმა უნდა, ბიოლოგაციით დაიწყო ეს საკითხი გურიკას ამბავი, ბიოლოგაციამ გაგვიმჟღავნა, რომ გურიკა არის ცოცხალი და ის არის ეკლესიაში, ის არის ამნეზიის ქვეშ, ანუ დაავიწყეს მისი წარსული, დაავიწყეს მისი მეობა და მე ახლა აი ამ აჟიოტაჟის შემდეგ, რაც თითქმის მთელ საქართველოს მოედო, მინდა გავარკვიო, გაიგო თუ არა გურიკამ, თვითონ გურამიმ, რომელიც არის როგორც ჩანს საბად შერაცხული ეკლესიის მიერ, რადგან ქალბატონ სოფიას დაუკავშირდნენ სტიხაროსნები ამდენი 12 წლის განმავლობაში და ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თქვენ შვილს ვიცნობთ, იგი მოღვაწეობს სამების ეკლესიაში და შემდეგ, როდესაც ქალბატონი სოფია მიდის ამ ადგილზე, დანიშნობის ადგილზე, სადაც სტიხაროსნები იბარებენ მას, სამწუხაროდ, რაც უნდა სამწუხაროდ მოგვეჩვენოს, მათი წინამძღვრები ამ სტიხაროსნებზე ორ სხვადასხვა სტიხაროსანზე არის საუბარი, ამბობენ, რომ ესენი არიან ფსიქიურად შეშლილები ან დაავადებულები. აუცილებლად გამოძიებაში წარსდგებიან ეს ორი სტიხაროსანი, რომელიც ამ საკითხზე ქალბატონ სოფიას დაუკავშირდა და აუცილებლად დადგინდება ის, რომ ეს სტიხაროსნები არანაირი ფსიქიური დაავადების ქვეშ არ იმყოფებიან, ისინი ჯანსაღი ნორმალური აზროვნებაში არიან და მინდა სრული თხოვნა გამოვუცხადო სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, იმ ვერებს, იმ მღვდლებს, იმ სტიხაროსნებს, ვინც მართლას ქრისტეს გამომსახურებს ეკლესიაში და ვისაც მართლა აქვს ინფორმაცია ამ საკითხზე. მე პირადად, როდესაც მქონდა ბერთან საუბარი, ბერმა ასეთი რაღაც თქვა, რომ შესაძლებელია არის ესეთი შემთხვევები ეკლესიაში, რომ შვილს უნდა ბერობა, დედას არ უნდა და შვილი იძულებული ხდება, რომ წავიდეს ეკლესიაში და ბერად აღიქვეს დედის თანხმობის გარეშე. ესეთი რაღაცებიც თურმე ხდება, რაზეც დიდი ჩხუბი მომივიდა და ახლა უკვე გურიკას აუდიო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ გურიკას იქ არ უნდოდა დარჩენა, თვითნებურად ბავშვი იქ არ დარჩენილა, აქ არის დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე და ვთხოვ სრულიად სამოციქულო ეკლესიას ჩაებან ამ საკითხში. ბერმა, ერმა, ყველამ უნდა გამოვიკვლიოთ აქ რა მოხდა, როგორ წარსტაცეს და რისთვის წარსტაცეს დედას შვილი და ვისაც კი გურიკა საბად წოდებული, დღეს უკვე საბად წოდებული, როგორც ჩანს ბერად აღკვეცილი ან მღვდლად აღკვეცილი ადამიანი, ახალგაზრდა 29 წლის ბიჭი, რომელიც მოღვაწეობს სამებაში, როგორც ჩანს მოღვაწეობდა, შემდეგ სხვაგან დაიბარეს ქალბატონი სოფია, აუცილებლად მოგვაწვდინეთ ხმა, აუცილებლად მიაწვდინეთ ქალბატონ სოფიას ხმა, ისევ და ისევ იმ სტიხაროსნებს ვთხოვ, რომ დაგვიკავშირდნენ ან დაუკავშირდნენ ქალბატონ სოფიას და მე ახლა მინდა ბიოლოგაციას ვკითხო, მიუვიდა თუ არა გურიკას მისივე ამბავი ყურად. და პირველ რიგში ჩემში რა განხმას შევეკითხები, შეიძლება თუ არა კითხვები დავსვათ ჩვენ გურამის ამბავზე. შეიძლება რომ კითხვები დაგისვათ გურამის ამბავზე?
კი, შეიძლება შიგნით რო იწყებს სვლას, ეს არის კი, თანხმობა, გარეთ რო იწყებს გასვლას, ეს არის უარი. თუ კი მხოლოდ ერთი შეიწევს შიგნით, ეს არის, ჩემ შემთხვევაში ეს არის ნაწილობრივ კი, თუ კი ნაწილობრივ გარეთ გაიწევს, ეს არის ნაწილობრივ არა. მოდი ვკითხოთ ახლა, თუ კი გურიკას მიუვიდა ეს ამბავი. უბრალოდ ჩვენ ხო ვკითხეთ ახლა ჩემ შინაგან ხმას, რომ შეიძლება თუ არა კითხვები დავსვათ, არ კი შეუძლია რომ ჩემ შინაგან ხმამ გამცეს პასუხი, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. და მოდი ვკითხოთ. მიუვიდა ის ამბავი დღეს, რაც სოციალურ ქსელში ტრიალებს გურიკასთან დაკავშირებით, ახლა უკვე საბასთან დაკავშირებით, ანუ გურამისთან დაკავშირებული ამბავი, ქალბატონის სოფიას მიერ გამოსული ხმა, დედის ტირილი, რომელიც შვილს ეძებს, მიუვიდა გურამის? არა. გურამის არ მისვლია ეს ხმა. კარგი, ვთქვათ ასე, თუ კი მას ახლა ქვია საბა, როგორც ტიკაროსანი ამბობს, მიუვიდა საბას ეს ამბავი? არა. მას არ მისვლია ეს ამბავი, მეგობრებო, აუცილებლად ავხმაურეთ, აუცილებლად მივიტანოთ ყველას ყურთან, ბოლოს და ბოლოს, რომ თვითონ თავადაც გაიგოს და გაიხსენოს, აღიდგინოს მეხსიერება. არის თუ არა ჩარეული მამი და ამ საკითხში მინდა გავარკვიო ახლა და ვკითხო ჩემ შინაგან ხმას, გურიკას, იმდროინდელი სახელით გურამის მამიდა არის ამ საკითხში გარეული? ნაწილობრივ კი. იყო ეს მამიდის ან მამის სურვილი, რომ გურამი ბერად აღკვეცილიყო? კი. როგორც ჩანს, ბავშვი გაიტაცეს და ბერად აღკვეცეს ძალით მამის მხრიდან. ვისი სურვილი იყო? მამის სურვილი იყო ეს? რომ გურამი ბერად აღკვეცილიყო? ნაწილობრივ კი. მამის სურვილი იყო მამის ნებაზე ბავშვი აღკვეცეს ბერად. შეუწყეს თუ არა ამას ხელი მისმა ნათესავებმა, მინდა გავიგო, კახას, რომელსაც უყვირის, რომ არ დამტოვო. არის ეს მისი ნათესავი, უბრალოდ მისი ნათესავია, ვიცით, არის კახა ამ საკითხში გარეული? მოდი სწორი კითხვა დავსვათ. გურამის ბერად აღკვეცის და მონასტერში დატოვების საკითხში კახამ თანამონაწილეობა მიიღო თავისი ნებით? ნაწილობრივ არა. მისი ნება არ ყოფილა, აიძულეს კახა, რომ ამ საკითხში მონაწილეობა მიიღო? კახა აიძულეს ნაწილობრივ, რომ მას მიიღო მონაწილეობა და მოტყუებით აიყვანათ გურამი ალბათ ლომისობაზე. მოტყუებით აიყვანეს გურამი ამ ექსკურსიით ლომისობაზე? მოტყუებით არ აიყვანეს, მაგრამ ეს იყო იმის მიზანი, რომ ბავშვი დაეტოვათ ლომისობაზე და ესე რომ ვთქვათ, ბავშვი ძალით დატოვეს ლომისობაზე მონასტერში? კი, ნაწილობრივ კი. იყო თუ არა ინტერესი ეს საეკლესიო პირებისგან, ეს მინდა გავიგო, მოთხოვნა ამ ბავშვზე, გურამიზე, იყო ეკლესიიდან? მოთხოვნა იყო.
ვისი მოთხოვნა იყო მეუფე შიო, იმდროინდელი მეუფე შიო, დღევანდელი პატრიარქი შიო მესამე არის ამ საკითხში გარეული? არის ამ საკითხში გარეული. მე ზიზღებით დედასვიცა ვარ, წეტილი დაგესმევათ რა. ესეთი ადამიანები, რომლებიც თქვენ დამპლებო, თქვენ სინათლის მატარებელი ადამიანები, რომელსაც წაგლეჯთ დედებს, თქვენ არ იცით რა მოგივა, თქვენ რა დაგემართება, თქვენ არ იცით რა. თქვენი დასასრული იყოს ამ დედამიწაზე რა. პატრიარქი შიო მალავს ამ საკითხს. პატრიარქი შიო მალავს ამ საკითხს. ნაწილობრივ. სრულიად სამოციქულო ეკლესია ვინც ეს საკითხი იცის, გამიზნულად მალავენ ამ საკითხს. დიახ, გამიზნულად მალავენ ამ საკითხს. მე მგონი რომ ყველაფერი ნათელია ხალხო, სრულიად ერი და ბერი უნდა ჩაერთოს ამ საკითხში. ესეთი ადამიანების გატაცება ეკლესიის მიერ ეს არის უკვე არ ყოფილა ისტორიაში ალბათ. როგორ არა იყო ისტორიაში, მაგრამ ისინი რას აკეთებდნენ, იცი? გარე დამპყრობელებზე ყიდიდნენ, ბავშვებს, უსუსურ ბავშვებს და ახლა თვითონ თავის მონებად აყენებენ 12 წელია დედებს ატირებენ და აძებნინებენ შვილებს და ეუბნებიან რომ მკვდარია და ვითომ რაღაც საზიზღობა მეწყერი ჩამოწვა, დამტკიცდა რომ მეწყერი არ ჩამოწოლილა. დამტკიცდა რომ ღამეს 3 საათზე რომ მოდიოდნენ, დილის შუა დღეზე ვერ დაიყვირებდა ის ბიჭი, მიშველეთ და აქ არ დამტოვოთო. მიშველი არ დაუყვირია ამბის, ყვიროდა და ნუ დამტოვებ კახაო. და ეს აუდიო ჩანაწერი არის სადღაცა შენობაში გადაღებული და არა გარეთ. და ერთმანეთზე არის დაწყებებული ეს უნიჭოდ არის დამონტაჟებული ეგ ვიდეო. დედას ვიცავარ, სრულიად სამოციქულო ეკლესიას ვაფრთხილებ. თუ კი ბერები და სამღვდელო პირები ამ საკითხს გასაიდუმლებენ, მას მერე რაც გაიგეს რომ ბიჭს არ უნდოდა თავისი ნებით არ დარჩა იქ, დედას ვიცავარ თქვენი დასასრულ ცეცხლში დაიწვებით, იცოდეთ რა. ცეცხლში დაიწვებით მამაზე ციერის მიერ, გეუბნებით ამას მე თქვენ. დროულად გამოაჩინეთ ბიჭი, ნუ მალავთ. ბიჭო, ამ ბავშვებს რას უშვებით, ბიჭო, რა გინდათ? გაანებეთ თავი, თქვენივე ტრაკით, თქვენვე არჩინეთ. ამ ბავშვების ხარჯზე ნუ ხართ. აგური დაგეცათ თავში. აგურმა გაგჭყლიტოთ. ეს გურიკას ამბავი იქნება ზუსტად ის, რაც თქვენი ლოდის დაცემის ამბავი იქნება, თქვენ ბოზებო თქვენ. გურამის ამბავი გამოვა სააშკარაოზე? გამოჩნდება გურამი? დიახ. ახლა მე დავასრულებ ამ საკითხს და გული მერევა უკვე. ამ ჯოჯოხეთში სად ჩამოსულარ დედას ვიცავარ, გული მერევა. რეებს აკეთებთ, თქვენ უნამუსოებო, თქვენ არამზადებო, თქვენ სულით წარწყმენდილებო, რეებს აკეთებთ, ბიჭო და კიდე მე მეუბნებით, შემათხოჯო ქალო, გაჩუნდი რეებს ლაპარაკობო. თქვენ მათყუარების გავარდნილებო, ბიჭო. არაჩურიდან გავარდნილებო, თქვენ არ ვიცი საიდან მოსულებო. გაათავისუფლეთ ბავშვი და დაუბრუნეთ მეხსიერება. ახსოვს გურამის, რომ ძალით აღკვეცეთ ვერად? ახსოვს, ნაწილობრივ ახსოვს. დატყვევებულია გურამი, ანუ ისეთ ვითარებაშია მოქცეული, რომ თავს ვერ იხსნის? დიახ, სრულიად საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება ამ ვითარებას? დიახ, სამოციქულო ეკლესიის მხარდაჭერა სჭირდება ამ ვითარებას? დიახ,
დიახ და მღვდლებო გამოფხიზლდით რას აწერთ ხელს ვის ემსახურებით თქვენ როგორ შეიძლება მითხრათ მე თქვენ რო ქრისტეს ემსახურებით თუ ამ საკითხზე თვალს დახუჭავთ როგორ შეიძლება განწირული ხმით ყვირის ბავშვი არ მიმატოვო კახაო და თქვენ ამბობთ იმას რომ ეს ბავშვი მსახურებაშია იმიტომ რომ მას უნდა ბერად აღკვეცა გატყუებენ თუ ამას გიყვებიან ბავშვის ხმა მოისმინეთ გეუბნება რომ არ დამტოვო კახაო ნუ დამტოვე ბაქო ბიჭო არ უნდა და ბავშვს ბერობა ძალით აღკვეცეს ბერად სად ვცხოვრობთ ეს რა ხდება ამ სამყაროში გადავირიე დედასვიცავა ალბათ ფრთები გამომესხმება ახლა ხელი მეტკინა ისე დავარტყი ბიჭო რა ხდება ბერებო გამოფხიზლდით მე არაფერს არ გეუბნებით სხვას თუ არა გამოფხიზლებას გთხოვთ გამოფხიზლდით და დაგვეხმარეთ რამდენ დედას გაამწარებენ კიდე ამ საზიზღარის სისტემის ხელში ბიჭო ჩვენც ხო ვიცით რომ მაგ საპატრიარქოში განხეთქილება უსაზღრო გამოსყდეს ბოლოს და ბოლოს ვის ატყუებთ ყველა მიცის უკვე ყველამ ვიცით ეს ამბავი გაიმარჯვებთ ან ვერ გაიმარჯვებთ ან სიკვდილი ან გადარჩენა იქნება გამოთქვით ხმამაღლა ვის ელოლიავებით და ვის ეთამაშებით ხალხო დასასრულს უახლოვდებით აღდგომა იწყება ხალხო გამოფხიზლდით ვის ელოდებით ხალხო ქრისტე აქ არის ჩვენთან და თქვენშია ქრისტე ჩვენშია ქრისტე და გამოფხიზლდით ხალხო გადაარჩინეთ ქრისტე მეორედ ჯვარს ნუ ხარ აცმევთ რა ვის ატყუებთ არ უნდა და ბავშვს დარჩენა ბერად არ უნდა და ძალით დატოვეს იქ კახამაც იცის სავარაუდოდ ყველაფერი მამიდამაც და მამამაც სრულიად საპატრიარქომ იქ მაღლა შიოს თანხლებით თქვენ არ იცით რა მოგივათ რა ისეთ რამეს ნუ ჩამადენინებთ რომ სრულიად გაქრეთ დედას ფიცავარ თუ არ შემიძლია ეგ რა შემიძლია შემიძლია რომ ყველა გავაქრო თუ კი მოვისურვებ შემიძლია გაიგეთ თუ არ გჯერათ გაიგეთ რომ შემიძლია რა და ყველას გაგაქრობთ როგორც გავაქრე ილია მეორე და მისი სულის ხსენება არ იქნება სულ რამდენიმე წელიწადში მაგას გპირდებით რა ის სულ წარწყმენდილი ადამიანი რომელიც ხელს უწყობდა ამ სიბინძურეებს მაშინ ხო ილია იყო 12 წლის წინ მაშინ ხო ილიამ შეუწყო ხელი სამებაში დაიბარეს ქალბატონი სოფია სამებაში რა არ იცოდა ილიამ ვინ მსახურებს არ არის დაფარული რომ არ გაცხადეს გესმით ამენით ვამბობ და მოხდება ფსიქიური პრობლემები მე მაქვს თუ თქვენ გაქვს თქვენ არ ადამიანებო თქვენ ძალით ბერად აღკვეცა გაგიგიათ 17 წლის ბავშვის ძალით ბერად აღკვეცა სრულ ჭკუაზე ხარ თქვენ და მე ვარ კიდე აქ ფსიხი და მე ვარ არანორმალური რადგანაც ესე ემოციურად ვსაუბრობ რა გინდათ რომ ემოციებიდაც დაგვასაჭურისოთ თქვენ უემოციო უსულდგომულო ადამიანებო თქვენ გამოაჩინეთ გურამი ვინ არიან ესენი ბიჭო იცი რა ჭხუბი მომივიდა მე ერთ ბერთან რას ლაპარაკობ მე თქვი 12 წელია დედა ტირის და ვინც არ უნდა იყოს ბერად აღკვეცა დედის ნებართვის გარეშე შეიძლებაო და გავგიშდი კინაღამ სულ გავგიშდი კინაღამ შეიძლებაო რო თქვა ბერმა რომელსაც გონია რომ ქრისტეს ემსახურება აგერ ხედავთ და გესმით თუ როგორ არ უნდა და გურამის თავისი ნებით ბერად აღკვეცა სრულიად 60 კულო ეკლესია მიცის რომ გურამი ძალით აღკვეცეს თუ აქამდე გიყვებოდნენ რომ გურამი თავისი ნებით აღიკვეცა მოისმინეთ მისი ხმა ვიდეოში კარგად ისმის ბერებო თქვენ გესაუბრებით გამოფხიზლდით
გამოფხიზლდით, ნუ ხართ ჯადოქრობის ქვეშ, ჯადოქრობის ქვეშ ხართ. მოგიხსნათ სრულიად ეგ ჯადოქრობა. ვინც თქვენზე ჯადოქრობა განახორციელა, მას დაუტრიალდეს უკვე და ასამაგად მოკითხოს, პირდაპირ სახეში სთლიშოს, მისმავე ჯადომ, თქვენ კი გაგათავისუფლოთ და გამოფხიზლდით. ღმერთმა ქნას, ამინ, ამენით, უფალო იესო ქრისტე. ყოვლად ურყვნელმა ნათელმა მისმინოს, ყოვლად ურყვნელი ნათელი დაეშვას ჩვენს ქვეყანაში და ყოვლად ურყვნელმა ნათელმა განწმინდოს ყოველი სიბნელე, რაც ამ ქვეყანაში თურმე ხდება. ამინ, ამენით. ამინ, ამენით, ესე უნდა თქვათ. ამოვიდეს სულ გულიდან ეს ამენის თქმა. რამდენს ბედავენ ეს ყორნები, ხო, სოფო? ახლა უკვე დაესვათ, მაგათ წერტილი დაესვათ, რა.